გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს წმინდა მეფე დავით აღმაშენებელზე და უпроსწორად წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი და გელათის მონასტერი. ჩვენ ვისაუბრეთ გელათის მნიშვნელობაზე, იმაზე თუ რატომ დააფუძნა მან წმინდა მეფემ გელათი, რომ თავდაპირველადვე მან ჩაიფიქრა, რომ გელათის მონასტერი ესე იგი იქნებოდა სამეფო მონასტერი და საძვალე და შემდგომში უკვე მან გელათში დააფუძნა საგანმანათლებლო ცენტრი. ეს მართლაც უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა მოხდა. როგორი დიდი მოღვაწეც იყო დავით აღმაშენებელი, შეგვიძლია ეს ვთქვათ, რომ აი ესეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის სამეფო სამონასტრო კომპლექსი და საგანმანათლებლო ცენტრი შექმნა წმინდა მეფე. ეხლა რაც შეეხება, ვთქვით ჩვენ, რომ მან სიწმინდეებიც დააბრძანა და დავასრულეთ იმით, რომ 1120 წლის ახლო ხანებში წმინდა დავით აღმაშენებელმა გელათში გადმოასვენა ჯერ კიდევ დაუსრულებელ ტაძარში ხახულის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. ეს მისი სურვილით მოხდა. ჩვენ ვიცით, რომ დავით აღმაშენებელს განსაკუთრებული სასუება გააჩნდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ. ეს ბევრგან ჩანს და თვითონ გელათის ტაძარიც და სხვა ტაძრები, რომელიც დავით აღმაშენებელმა ააგო, ყველა მათგანი ღვთისმშობლის სახელზეა აგებული. აი ეს შეგვიძლია ვთქვათ, ეხლა სინას მთაზე დავუშვათ ქვათახევის, მარტყოფის, შიომღვიმის და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ რაც მოვახერხეთ და მიგვიწვდა ხელი და მოვიძიეთ, თუმცა კიდევ ამ ეს არაა დასრულებული კვლევა, ძიება შეიძლება მომავალშიც გაგრძელდეს. ყველა ტაძარი არის ღვთისმშობლის სახელზე აგებული. ეხლა დაუბრუნდეთ გელათს. და სხვათა შორის ცნობილმა ხელოვნებაცოდნემ რუსუდან ყენიამ და გამოსთქვა ეს ვარაუდი და რა თქმა უნდა ჩვენც ვიზიარებთ და ვეთანხმებით ამ მოსაზრებას, რომ თავად გელათის ღვთისმშობლის მთავარ ტაძარში, ღვთისმშობლის შობის მთავარ ტაძარში წარმოდგენილი უნიკალური მართლაც უდიდესი სულიერების და ქრისტიანული ხელოვნების უდიდესი ნიმუში გელათის ღვთისმშობლის მოზაიკა სწორედ დავით აღმაშენებლის მიერ უნდა იყოს დაწყებული. და ეს გარკვეულწილად ესეც ძალიან განსაკუთრებული მნიშვნელობის ამბავია, იმიტომ რომ გელათი არ იყო ჩვეულებრივი სამონასტრო ცენტრი. კვლავ იმას გავიმეორებთ, რადგან გელათის მოზაიკის შექმნით ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში სულიერი მოქმედება იყო, ღვთისმშობლის სადმე გამოვლენილი პატივისცემა იყო პირველ რიგში, კი ბატონო, მაგრამ ამავდროულად დავით სურს, რომ მან შექმნას ისეთი განუმეორებელი ან გაიმეოროს ისეთი უდიდესი მნიშვნელობის ქრისტიანული ხელოვნების აი ესეთი გამორჩეული მოზაიკა, რომლის გავსი არის მაგალითად კონსტანტინოპოლში იყო მაშინ. და ვინაიდან ეს გარკვეულწილად პოლიტიკური განცხადებაც იყო და გელათის მნიშვნელობა გარდა სულიერისა გელათი პოლიტიკური მნიშვნელობითაც უნდა ყოფილიყო გამორჩეული. რატომ? იმიტომ რომ თავად ეს მოზაიკის შექმნაც, რომ გავიხსენოთ რას ამბობს დავითის მემატიანე, რომ გელათის აკადემიას, როდესაც აფუძნებს ის უმაღლეს სასწავლებელს, რომ მთელს აღმოსავლეთში ის უნდა ყოფილიყო მეორე იერუსალიმი და სხვა ათინა. ანუ გელათი იყო სასწავლო ცენტრი, სულიერების ცენტრი, მეორე იერუსალიმი. მეორე იერუსალიმი, ვინაიდან სწორედ საქართველო თავის პოლიტიკურ განაცხადს გააკეთებდა სულ მალე და ეს მართლაც ასე მოხდა. დავითის აი ეს
ბრძოლები, წარმოუდგენელი თავდადება, რომელიც მან გამოავლინა ჩვენი ერის გადასარჩენად, ის უკვე გადაიქცა მთლიანად ქრისტიანული სამყაროს დამცველად. და ის ამ იდეის მხარდამჭერი და დამცველიც არის. ამიტომ მას უნდა ჰქონდეს ისეთი ტყუილად კი არ ადარებენ და თავად ფრესკაც ხო კონსტანტინე დიდის გვერდით გამოსახეს და ელენე დედოფლის გვერდით გამოსახეს დავით აღმაშენებელი. ამ ყველაფერს ჰქონდა როგორც სულიერი, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობა და დავითმა სწორედ განუმეორებელი სამონასტრო კომპლექსი, საგანმანათლებლო ცენტრი შექმნა, რომელშიც დააბრძანა ყველაზე გამორჩეული ჩვენი ქრისტიანული სიწმინდე ხახულის ღვთისმშობლის ხატი და მან იქ მისი, ესე იგი, დაკვეთით, მისი მონდომებით იწყება, ეხა ჩვენთვის არის ამასთან დაკავშირებით ცნობები, რა თქმა უნდა, გადმოცემები უფრო, რომ საბერძნეთიდან, ანუ ბიზანტიიდან მოწვეული სპეციალისტებმა დაიწყეს აი ამ მოზაიკის შექმნა, რომელიც არის უნიკალური, ხო? შეიძლება ითქვას, რადგან აი ეს საკურთხეველის კონქში წარმოდგენილი ეს უნიკალური ნიკოპიას სტილში ფეხზე მდგომი ღვთისმშობელი, ღრმა მაცხოვრით და მარჯვნივ და მარცხნივ მთავარანგელოზ მიქაელ და გაბრიელის აი ეს მართლაც უძვირფასესი გამოსახულებები 120 კვადრატს მოიცავს აი ეს მთელი ფონთან ერთად. ჩვენ და სამწუხაროდ დღეს მხოლოდ 60 კვადრატამდეა შენარჩუნებული, ანუ ნახევარი მოზაიკის ფენა დროთა ვითარებაში ჩამოიშალა, შერჩენილია ზემო ნაწილი და მათ შორის ყველაზე ძვირფასი ახლა ხომ თავად ღვთისმშობლის სახე, მაცხოვრის გამოსახულება და ასევე მთავარანგელოზთა, რა თქმა უნდა, ის ქვემოთ ფრესკული მხატვრობით მე შემდგომ რამდენჯერმე მოხდა თვითონ მოზაიკის რესტავრაციაც და უნდა ითქვას, რომ თანამედროვე ეტაპზეც არის დაგეგმილი მოზაიკის რესტავრაცია და შეიძლება ესეთი გარკვეული შედარებას აკეთებს ხუსკივაძე, ცნობილი ხელოვნებაცოდნე, რომ აი გელათის მოზაიკის ის იდუმალი ნათელი და ესე იგი ციმციმი ელვარება უпроსწორად რაღაც თითქოს ეჯიბრება ხახულის ღვთისმშობლის განუმეორებლობას და მართლაც წარმოუდგენელ სიდიადესა და უდიდეს სულიერებას ხო ეს მართლაც აი ერთმანეთს ეხმიანება ხახულის ღვთისმშობელი და გელათის მოზაიკა. ყველაზე დიდი, ყველაზე გამორჩეული უპირველესი ხელოვნების და პირველ რიგში სულიერი სიწმინდეები ჩვენი ერისა, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი და ეხა ხახულის ღვთისმშობელი უფრო ძველი იყო, ბუნებრივია, მაგრამ დავითმა შექმნა ახალი საკურთხევლის მოზაიკური გამოსახულება და სხვათა შორის მომდევნო პერიოდში, მაგალითად იგივე გვიან შუა საუკუნეებში კათალიკოსი ზაქარია ქვარიანი ის თავის სიგელში, ერთ-ერთ სიგელში გელათის მოზაიკას, აი გელათის ღვთისმშობელს მიმართავს როგორც საკურთხევლის ღვთისმშობელი. და ჩვენ აი ამ მოზაიკურ გამოსახულებასთან შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულიერად კავშირშია მთელი ეს ჩვენი წინაპრები და ეს ასობით და ათასობით და მილიონობით ადამიანი ყოფილა და აი ლოცვა აღუვლენია აი ამ დიდებული მოზაიკური გამოსახულების და სიწმინდის გელათის ღვთისმშობლის, საკურთხევლის ღვთისმშობლის წინაშე. ასე რომ ესეც დავითის გენიას მის განუმეორებელ ნიჭს უნდა მივაწეროთ. ხახულის ღვთისმშობელი და გელათის მოზაიკა. კიდევ ამბობ, მე საუბრობ მხოლოდ უმნიშვნელოვანეს მთავარ სიწმინდეებზე და იმაზე, რაზეც შემოგჩა ჩვენ ცნობები, წყაროებით თუ გადმოცემებით თუ ასე შემდეგ, მაგრამ სრულყოფილი, რა თქმა უნდა, სრულყოფილი ცნობები ჩვენამდე არ არის მოღწეული, მაგრამ რაც არის, იმაზე დაყნობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გელათი არის მართლაც განუმეორებელი მნიშვნელობის
სულიერი და ქრისტიანული ხელოვნების მართლაც უნიკალური ნიმუში, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს ქრისტიანულ სამყაროში და სხვათა შორის შარშან მე მომიწია დავესწარი ერთ-ერთ შეხვედრას, სადაც უცხოელი სპეციალისტებიც იყვნენ, აი ვიცი ჩვენ რომ აღდგენითი სამუშაოები არის დაგეგმილი და მიმდინარეობს გელათის მონასტერში და ეს ცნობილი რესტავრატორი ნარდი, რომელიც იტალიიდან ჩამობრძანდა, მან თქვა, რომ ეს არის სოფლიო მნიშვნელობის შედევრი, გელათის მოზაიკა და ეს არის საერთოდ მართლაც საამაყო და უდიდესი მნიშვნელობის ძეგლი, რომელიც შემკულია გელათის აი ამ მოზაიკური ღვთისმშობლის გამოსახულებით და აი ამ მართლაც ის ჩვენ სრულყოფილად ეხა ერთი წამი რომ წარმოვიდგინოთ თუ როგორი იყო გელათი აი მაშინ როდესაც იყო ესე იგი მოზაიკა დაუზიანებელი სახით იქვე იყო დაბრძანებული ხახულის ღვთისმშობელი მერე გვიან პერიოდში აწყურის ღვთისმშობელიც შემდგომ ასევე გელათის ღვთისმშობლის ხატები და სხვა წმინდა ხატები რომლებიც იყო შემკული მრავალი ძვირფასეულობით და წმინდანთა ნაწილები იყო ჩაბრძანებული ამ ხატებში და აქვე არ უნდა დავიწყოთ ის ფაქტი რომ ესე იგი დასავლეთ მხარეს რამდენიმე სარკმელი არის ამოქოლილი ჯერ კიდევ ადრე გვიან შუა საუკუნეებში ვინაიდან იქ ესე წვიმის წყალი აღწევდა ეტყობა და ნუ მერე გუმბათში ჩამოდიოდა და აგურით ამოუშენებიათ ეს დაახლოებით მე-17 საუკუნე დაახლოებით მე-17 ამ პერიოდში მე-16 მე-17 საუკუნეებში და ესე იგი აი იმ სარკმელებიდან თავის დროზე, როდესაც მოზაიკა იყო სრულყოფილი თავდაპირველი სახით, შემოდიოდა უფრო მეტი შუქი ირეკლებოდა გელათის მოზაიკაზე, ღვთისმშობლის მოზაიკაზე და თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ განაწყობდა მლოცველს და იქ მისულ ადამიანს აი როგორ გარემოს შეუქმნიდა და როგორ მართლაც სულიერ თუ ქრისტიანულ ხელოვნების აი სილამაზეს ეზიარებოდა იქ მიმსვლელი ადამიანი. ჩვენ ამის გააზრება ზუსტად არ შეგვიძლია ხო, თუმცა ნუ მას შემდეგ რაც დასრულდება გელათის მონასტრის რესტავრაცია, ალბათ ამას წლები დასჭირდება. ნუ გარკვეულწილად შეიძლება, მაგრამ თუმცა ეს სარკმელები ამოქოლილია, ვინაიდან ის მოხატული არის და ნუ დღეს ახლა მისი ამოღება, აგურების ამოღება მე რამდენადაც ვიცი არ არის დაგეგმილი და ალბათ არ შეიძლება. დიახ, მოზაიკაც ხდის განუმეორებელს გელათი უნიკალურობას განაპირობებს სწორედ გელათის მოზაიკა. ეხლა რაც შეეხება გავაგრძელოთ საუბარი და აღნიშნოთ ის, რომ ჯერ კიდევ დავითის მემატიანე ბრძანებდა, რომ დავითმა ის უნიკალური არა მარტო ის წმინდა ნაწილები თუ სიწმინდეები, ხატები თუ ასე შემდეგ დააბრძანა გელათში, არამედ ძნელად საპოვნელი ნივთები, ის კანდელები, დავუშვათ და სხვა სასანთლეები, ნაწილი იგივე დიდგორის ომში რომ გაიმარჯვა და იქ უამრავი ძვირფასეულობა მოიპოვა მან ისეთი რაც განსაკუთრებით ისეთი გამორჩეული იყო, სწორედ შეწირა გელათის მონასტერს, ხო? დავითის შემდგომ ეს მოკლედ შეიძლება ვთქვათ, მის გზას მიხვება და გელათის მონასტერს ამკობს გნებავთ იგივე მისი ძე დემეტრე პირველი დამიანე, შემდგომ გიორგი მეფე თუ თამარ მეფე თუ შემდგომ დანარჩენი მეფეები, იმერეთის მეფეები და ასე შემდეგ. ასე რომ გელათი საუკუნეთა განმავლობაში აი ამ სიწმინდეებით ივსება, იხვეწება და მთავარი გახლავთ ის, რომ ის რაც ჩაიფიქრა დავით აღმაშენებელმა, როგორც ჩაიფიქრა გელათი, რას ამბობს ის თავის ანდერჩი, ხო? სამარხავი ჩემი.
სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა. ანუ დავითის სურვილი იყო, რომ გელათი განხვდარიყო მისი სამარხავი, ეს აღსრულდა ბუნებრივია და საძვალე შვილთა ჩემთა. ესეც აღსრულდა. ვინაიდან დავითის შვილთა შვილები და მათი შვილები ყველანი განისვენებენ გელათში. და ამ თვალსაზრისითაც დავითის ანდერძი შეიძლება აღსრულებულად ჩავთვალოთ ჩვენ, რომ მაგრამ ეხლა მოუბრუნდეთ ისევ ამ საკითხს, რომ რას ამბობს აი ამ მის შიომღვიმისადმი ანდერძში, ხო? ეს ანდერძი დაახლოებით დაწერილი უნდა იყოს 1024 წლის ახლო ხანებში და დავითი ამ დროს, როგორც ჩვენც ვარაუდობთ და ზოგადად მიიჩნევენ ასე, დავითი ავად იყო. ის გრძნობდა წუთისოფლიდან გასვლის პერიოდი, მოახლოებული იყო ეს პერიოდი და ის დარწმუნდა ერთ რამეში, რომ დავითი ვერ მოესწრებოდა გელათის დიდებული მონასტრის დასრულებას. ის იმდენად შეუძლოდ იყო და რაღაც დაავადება აწუხებდა მას, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ეს იყო გულისგან გამოწვეული დაავადება, რომ ის დარწმუნებულია, რომ ვერ მოესწრება გელათის წყინვალებას, იმ მოზაიკას, იმ მთლიანად მის შემკობას, მის კურთხევას. და ამიტომ დავით აღმაშენებელმა თქვა ეს სიტყვები, რომელიც ძალიან გულში ჩამწდომია ჩვენთვისაც და მე ყოველთვის ძალიან ისეთი რა თქმა უნდა პატივისცემით და სიყვარულით, მაგრამ ძალიან გულში ჩამწდომია და აი რაღაც ძალიან დიდ თანაგრძნობას იწვევს თანამედროვე ადამიანი, ვინც წაიკითხავს ახლა, ვინც რა თქმა უნდა ქრისტიანულად აზროვნებს და პატივისცემს ჩვენს წინაპრებს, რომ წამყვა მე წარუვალი ტკივილი სამარადისო, რადგან დარჩა სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად. ანუ დაუსრულებელი და ანუ 1124 წელს დაახლოებით გელათის მონასტერი არ იყო დასრულებული. და ეხლა შესაძლოა შენობა იყო გარკვეულწილად დასრულებული, მაგრამ მისი მოპირკეთება, იგივე მოზაიკით მოკაზმა თუ ასე შემდეგ არ იყო დასრულებული. და დავითი დარწმუნებულია, რომ ამას ვერ ესწრება. ამიტომ მან შიომღვიმის აი ამ ცნობილ ანდერძში დაწერა და დაგვიბარა გარკვეულწილად, რომ ის როგორც ადამიანი, დავითი ადამიანია, რა თქმა უნდა, ის აი კანონზეომიერებას ვერ გაექცევა, ხო? ის ღვთისმოშიში მონარქია, დიდი პიროვნება, ძალიან დიდი პიროვნება ის. ჩვენ არც აი სრულყოფილად რა თქმა უნდა არც ყავს შეფასებული და ვერ შევაფასებთ ალბათ, მაგრამ გარკვეულწილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავითი აი ამ კუთხით ძალიან როგორც ადამიანი ძალიან გულნატკენი მიდის და ის რომ ვერ მოესწრო აი ამ გელათის დიდებულებას. ნუოდეს დავიწყებთ დავითს, ხო, ბოლოს ესეთ რამესაც გვიბარებს, ჩვენ მისი წინვალე გალობანის სინანულისანი ანდერძის გარდა ერთი ანდერძი მეორე გალობანის სინანულისანი საერთოდ და დავითის მემატიანის თხზულების ტექსტთან ერთად შეგვიძლია ჩვენ დავითის ხასიათზე და პიროვნებაზე გარკვეულწილად როგორც ქრისტიან მონარქზე ვთქვათ ორი სიტყვა, მაგრამ თავარია ის, რომ დავით აღმაშენებელი აი მისი სიდიდე, მისი განსაკუთრებულობა კიდევ ერთხელ გამოვლინდა იმაში, რომ მან აი ამ უსრულ ტაძარში, მიუხედავად იმისა, რომ თავისი მამობილი და გამზრდელი შეიძლება ასე ითქვას, წმინდა გიორგი ჭყონდიდელი, რომელიც ოვსეთს ყოფასაშინა მიიცვალა 1118 წელს, იქ ჩამოასვენეს შემდგომ და გელათის დაუსრულებელ ტაძარში დაასაფლავა მისი ამსდელი და გამურჩეული პიროვნება, მართლაც დავითის ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი, რომელსაც იგლოვებს ის თავად
იმ თამდავლობის გამო და არა მარტო თამდავლობის გამო მან გადაწყვიტა რომ ის დაეკრძალათ სამხრეთ კარიბჭეში. თავარი ტაძრის სამხრეთ, ესე იგი, შემოსასვლელში, თავარ შემოსასვლელში, ანუ კარიბჭეში და მას საფლავის ქვად ადევს უბრალო ეკლარის ქვა. ჩვეულებრივი, ანუ არაფრით გამორჩეული, აქაც ძალიან კარგად, ძალიან ისე როგორც ქრისტიან შეშვენის დავითი არაფერს განსაკუთრებულს არ ითხოვს. ის უდიდეს ბრწყინვალებით აწყობს გელაც, იქ მოზაიკა, ხახული, მთელი ამბები, მაგრამ მის პირაც რაც შეეხება აი ამ საფლავს, ესე იგი, ჩვეულებრივად ძალიან უბრალო საფლავის ქვას დაიდებს ის. აი აქაც ჩანს დავითის უდიდესი ქრისტიანული თამდავლობა და მართლაც წარმოუდგენელი სიღრმე. ქრისტიანობა ხომ ეს თამდავლობა არის და განსაკუთრებით ჩვენი მეფეები, რომლებიც აი რაღაც პომპეზურ საფლავებს არ იწყობდნენ და ეს შეგნებულად ხდებოდა სარწმუნოებრივი მხრიდანაც და ამავდროულად მტრის საფრთხიდან გამომდინარეც იყო ასე, მაგრამ თუ გნებავთ აი ეს სიტყვები, ხომ 131 ფსალმუნის სიტყვები. ესე არის სამკვიდრებელი ჩემი, უკუნითი უკუნისამდე, ესე მთნავს, აქა დავემკვიდრო მე. 131 ფსალმუნის სიტყვებით შეამკობინა, აი მისი ეპიტაფია, მისი სურვილით ამოკვეთეს სწორედ დავითის საფლავზე. მან წინასწარ დაიბარა, თუ რა უნდა ამოეკვეთათ, ესე იგი, მის საფლავზე. და გელათში მიმსვლელი ყველა ადამიანი, რომელიც სამხრეთ კარიბჭიდან შედიოდა, გაივლიდა სწორედ მის მეფის საფლავს და ამით რა მოხდებოდა, მისი უკდავყოფა ხდება, ანუ ნუოდეს დაივიწყებთ დავითს, ხო? ვინც მივიდოდა პირველი დავითის საფლავს და რა თქმა უნდა, გადაივლიდა და მას მოიგონებდა, ხო? ეხლა განსხვავებით დღევანდელი დღისგან, რომ დღეს ცდილობს ზოგიერთი რომ კვლავ გაიარ გამოიაროს, რომ იქ დაზიანებულია ქვა და დაუშვებელია აი ამ საფლავზე სიარული დღევანდელ დღეს. ასე რომ ამასთან დაკავშირებით არის კიდე ერთი საინტერესო მოსაზრება, რომელსაც მართლაც სერიოზული არგუმენტი აქვს. კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ დავითმა ეს გააკეთა ბიბლიური მეფე დავით მეფსალმუნის პატივისცემით მიბაძვით, რომ დავით მეფეც, როდესაც მან დაიწყო სოლომონის ცნობილი იერუსალიმის ტაძრის აგება ძველი წელთაღრიცხვის მე-19 საუკუნეებში, სწორედ ესე იგი ტაძარში ის არ დასაფლავდა და ერთ-ერთ სამხრეთ კარიბჭეში დაასაფლავეს. და აი ამ ნაბიჯით დავითსა და აი დავით მეფსალმუნის ნაბიჯს შორის აი გარკვეული კავშირი არსებობს. სხვათა შორის დავითი ამბობს გალობანის სინანულისანში, რომ ისრაელთა მეფეთასავ ბაძვით. გარნა ურჯულოთა, თუმცა იქ ძლიერი მცირებს თავს, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ მოსაზრებას აქვს სერიოზული საფუძველი ის, რომ დავით აღმაშენებელი, როგორც აქ კიდე ერთი მომენტია ჩვენ ფორმატიდან გამომდინარე კვლავ ვინაიდან საკმაოდ ვრცელი საკითხია ვერ ვასწრებთ და ჩვენ აკადემია დაგვრჩა და ალბათ მომდენო გადაცემაში კიდე ერთ 20-25 წუთიან გადაცემას მიუძღვნით ამაზე საუბარს. აი ხახულის ღვთისმშობლის ხატზე ამოაკვეთინა მან ეხლა ნუ ვარაუდი ამასთან გამოთქმული სხვათა შორის რომ თინათინ ვირსალაძემ გამოთქვა ეს და გაზიარებულია მეფისაშვილმაც გაიმეორა შემდგომ და ძალიან ლოგიკური და სწორიც არის რომ ხახულის ღვთისმშობლის ხატზე ის გაკეთებული წარწერა სწორედ დავითის სურვილით და დაკვეთით უნდა შესრულებულიყო მეაც დავითის მორჩმან სულით სხეულით ტაძრითურთ გიძღვენ ქალწულო ანუ ხახულის ღვთისმშობელი, ეს ტაძარი, ეს ყველაფერი, ეს შემკობა, ეს დიდებულება, ეს პატივი, ყველაფერი დავითის მორჩია, დავით აღმაშენებელი.
ახალი დავითი, როგორც თამარის დროინდელი მემატიანე უწოდებს მას. და აი დავითის მორჩი ის აქებს, ადიდებს მთელი სულით, ხორცით და მთელი დიდებულებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ამკობს ის სწორედ და აი მადლიერებას გადმოსცემს და ის მადლიერება მან ვერ მოასწროს სრულად და ამიტომ მის ძეს რომელიც სოლომონ მეფეს ხო ბიბლიურ მეფე სოლომონის ესე იგი დავითის ძეს ადარებს თავს აი ამავე წარწერაში და გარკვეულწილად დემეტრე მეფე მამის სათქმელს აჟღერებს აი ამ ქტიტორულ წარწერაში რომელიც ხახულის ღვთისმშობელზე არის ესე რომ ვთქვათ ამოტვიფრული და მართლაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ გადაწყვეტით და მთელი სიცხადით რომ თავით აღმაშენებელმა შექმნა განუმეორებელი უდიდესი მნიშვნელობის სულიერ კულტურული მართლაც ჩვენი ქართველებისთვის წარმოუდგენლად დიდი სავანე რომელმაც ჩვენი ერის სულიერის ნეობრივი კულტურულ ფორმირებაში შეასრულა ძალიან დიდი როლი თუ რა როლი შეასრულა ამის თქმას ალბათ ვერც მე შევძლებ და სრულყოფილად ვერც ვინმე გაბედავს უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია დაახლოებითი წარმოდგენა ვიქონიოთ აი ამ ჩვენი უდიდესი მეფის წარმოუდგენლად დიდ ღვაწლზე დღეს რაც მინდოდა აი ამ ეტაპზე აი აქ დავასრულოთ და მომდევნო შეხვედრაზე ჩვენ გავაგრძელოთ საუბარი გელათის აკადემიაზე. მადლობთ ყურადღებისათვის.